თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი დედის, ბებიების და საერთოდ ქართული გვარების ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი საამაყო წინაპრების თავგადასავალი, უყურეთ საერთო კლუბის არხს YouTube-ზე. ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგიზამეთ ცნობები და ლეგენდები თქვენს გვარზე და ჩვენ დავამატებთ ჩვენს კოლეგებს. ერთად გავაძლიეროთ ქართული გვარები და საქართველო. მოგებთ მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს საქართველოს ისტორიულ გვარზე. რატო ისტორიული? იმიტომ საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული, ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას ამ ქვეყნის სამშენებლობაში. ჩვენ ამ გადაცემებს უკვე 91 გადაცემაა აი ამ ფრაზით ვიწყებთ და აი ამ ფრაზით ვამთავრებთ ბოლოში. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ნამდვილად ასე ვფიქრობთ. და ეს ნამდვილად ასეა, საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული და ყველა გვარი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, თითოეული ჩვენგანის და თითოეული თქვენგანისთვის. თქვენი შთამომავლობისთვისაა ეს კარგი და ესაა მნიშვნელოვანი. დღეს გვარების გარდა დღეს საკმაოდ ფლომად გვარები გვექნება და თან ჩართვა იქნება ბატონი ვალერი ხიმშიაშვილი ჩაგვერთვება ისევე ჩვენს გადაცემებში და ჩვენთან ერთად მიიღეს მონაწილეობას, როგორც ადრე ვიღებდით მონაწილეობას ერთად და ვაკეთებდით გადაცემებს, იგივე ფორმატით გავაგრძელებთ, როგორც დისტანციურად ვალერი ჩაერთვება თავის საკუთარი სახით და ვინაიდან საკმაოდ ძიმე ამტკიცებები გამოიარა და ახლა რეაბილიტაციას გადის. ჩვენ გახლავართ საქართველოს სამეფო კლუბი. ჩვენ მისი წევრები, ერთ-ერთი წევრი გახლავართ ამ სამეფო კლუბის. ეს გადაცემაც არის სამეფო კლუბის გადაცემა. საქართველოს სამეფო კლუბის ტელევიზია და არა სამეფო არხის, კიდევ ვიმეორებ, მრავალჯერ ვიმეორებ ამას, ვარ სამეფო კლუბის ტელევიზია, YouTube გადაცემები და მე ვარ ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ლევან ბერაია. ჩვენს გადაცემებს ქვია საქართველოს ისტორიული გვარი. დღესაც განვიხილავთ რამოდენიმე გვარს და ესე იგი მინდა რომ თქვენამდე მოვიდეს მოკლე ისტორიები იმ გვარებისა, რა გვარების, ესე იგი საქართველოში დღესდღეობით კი არა, ღმერთმა მუქნასო არ იყოს და ღმერთმა კნასო გამრავლება გვენახოს ჩვენი გვარების და ჩვენი წინაპრების სასახელოდ მინდა თქვა, რომ ესე იგი ჩვენ იმდენად კარგი ისტორია გვაქვს, ესე იგი დასაძრახი და დასამალი არაფერი არ გვაქვს. პირიქით მინდა რომ გამოაშკარავოთ თითოეული თქვენგანის, თქვენი წინაპრების ისტორია, რომ ჩვენმა შთამომავლობამ შეიცნოს უფრო უკეთ რა ვიყავით, რა ვართ და რა უნდა ვიყოთ მომავალში. იმიტომ რომ ეს არის სარკეა, სარკე წარსული არის ჩვენი თითოეული ჩვენგანის სარკე, წარსულში კარგად ჩანს ჩვენი ნაკლოვანებები და ჩვენი, ესე იგი, სიკეთეებიც. რა თქმა უნდა, ნაკლოვანებები უნდა გამოვასწოროთ და სიკეთეები უნდა გავაათმაგოთ და გავაასმაგოთ. თუ რაღაც ერთი რაღაცა მინდა გითხრათ, არ მინდოდა ამაზე ამისთან რაღაცები საუბარი, მაგრამ ვაკეთებ რაღაც გადაცემებს. მე მგონი ცუდი გადაცემა არ არის. ძალიან ბევრჯერ ახლა ადრეც იყო ეგეთი შეთქმები და ახლა დიდი ხანია ეგეთი გამოხტომებს ადგილი არ ქონიათ. ვიღაცა მეუბნება ვაიშეს პატრონსო, ვიღაცა მეუბნება უსაქმური ხარო. ვიღაცა რატო არ უსაქმური კაცო? აგროკონსორციუმის მწვერვალის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ. ეს არის კარაქის, ყველის და სხვადასხვა დასახელების დავუშვათ მაიონეზების და რაღაცა ესეთი ქარხანა ჩვენი პროფილი არის და უშვებთ ამას. მუშაობთ, ესე იგი, დილიდან დაღამებამდე მუშაობ და ვართ, ესე იგი, იმაში დოლარს და ბარაკას ვქნით, კაცო. ერთი უმუშავარი რატო ვარ უსაქმური. ამის გარდა ვასწრებ, იმასაც ვასწრებ, რომ აქ გადაცემები გავაკეთო. იმასაც ვასწრებ, რომ გვარების ისტორიების დავწერე და გვარების ისტორიების გარდა კიდე ჰერალდიკაზე მუშაობ ამას გარდა. და რატო ვარ არ ვიცი. რატო ჩეშეს პატრონსო ვიღაცა მეუბნება, კი, კაი ბატონო. როგორც ჩანს არ მოგწონს ჩემი გადაცემა, ხო? აბა ეხლა რა ვიცი და რაღაც გაძალებს მოგისაჯეს ჩემი გადაცემების ყურება? რა ვიცი ახლა თუ დავუშვათ ის გაქვს
გაგიწევ რეკომენდაციას გაგიწევ ვისთანაც გინდა იმასთან, გინდა პოზიციასთან, გინდა ოპოზიციასთან, გინდა ამერიკის პრეზიდენტთან. წერილობით მივწერ, ამერიკის პრეზიდენტი იქნება ეს, სომხეთის პრეზიდენტი თუ პუტინი იქნება, მივწერ, იმით რომ არ გაყურებინო ჩემს გადაცემას, კაცო, როგორ ჩანს გაძალებენ. ხო და ძალიან, ესე იგი, შევხვეწები ამ ხალხს რომ რაღაცა მოგიხსნან ეს საჟელი და ძალიან ვთხოვ, რომ ესე იგი, ნუ უყურებთ, კაცო. და თქვენს დაისვენებ და მეც დავისვენებ თქვენი სულელური კომენტარებისგან, აბსოლუტურად სულელური კომენტარებისგან, მეცინება კიდეც, ესეთ რაღაც ვაიშეს პატრონს რომ მეუნება, ეთყობა არ მოწონს და თუ არ მოწონს, ნუ უყურებს. გაძალებს ვინმე? გაიარე რა. მე ვაკეთებ ისე რაღაცა შენიშნებისთვის არ ვაკეთებ ამ გადაცემას, ვაკეთებ ისეთი ადამიანების, ვისაც აინტერესებს და ვისაც ჭირდება ეს. არის რაღაც გარკვეული, ეს არის აღარა, იცი, აი 10000 კაცში ერთია ესეთ შენიშნანა. არის 10000 კაცში ერთი და უნდა იყოს შენიშნანების უნდა იყოს. რა თქმა უნდა იყოს შენიშნანები, ველასკეს რო ხონდა ისინი, რა ქვია, მაგას ნახატები ქონდა რა, აღა ლამაზ დახატა და გვერდით ჯუჯას მიუხატავდა. იცი რატო უხატავდა იმ ჯუჯას, რომ ლამაზი იმ ჯუჯასთან უფრო ლამაზი ჩანდა რა. კონტრასტ ავლებდა ამით რა და დაახლოებით ასეთი ხარ შენი შენიშნებები უნდა იყვნენ, რომ უკეთესები, ვიცი, შენზე უკეთესები არიან, ის უფრო კარგად გამოჩნდა. ძალიან დიდი ბოდიში ახლა ამისთანა საკითხებს მაინც შევეხე, არ მინდოდა რომ შევხებოდი, მაგრამ ნუ მაინც რაღაცა მეწყინა, მაინც გულის სიღრმეში მეწყინა და რო არ მეთქვა, მე პირდაპირ თქვენი კაცი ვარ, არ მოყვას მიკიბულ მოკუბული რაღაცები, თუ მწყის გეტყვი. თუ მიხარია, ემასაც გეტყვი. აი ესეთი პირდაპირ მიყვას ყველაფრის თქმა, ეს ჩემო მეგობრებმა ყველა მიციან. ეხლა გადავიდეთ ჩვენ ძირითად საქმეზე, ეს არის გვარების ისტორია. დღეს ჩვენ მოვამზადეთ რამოდენიმე გვარი. პირველი გვარი, რომელიც უნდა წარმოგიდგინოთ, ეს არის არებაშვილების გვარი. ისტორიოგრაფიაში ასეთ რაღაც წერია, იმას უწერია, რა ქვია, ვახუშტისაც უწერია და იონა ბატონიშვილსაც უწერია. ამათი წინაპარი ესახნენ ვანის მხარეს, რომელიც იწოდებოდნენ აშაკურ არწმუნელად. ხოლო შემდგომად თურქთაგან დაპყრობისა მოვიდნენ ამათნი გვარიან და დაიშდნენ სომხიცაშინა და მიღებული იყვნენ აზნაურად მეფეთაგან. და უმეტეს წყალობდა მეფეი ვახტანგ არებას, არებაშვილს, რომელიც გარდამოყვა რუსეთსა შინამსა შთამომავლობანი მათნი მოსახლენი და მეფისა ერეკლისაგან მოხსნებული ტახტსაშინა აზნაურად. ამათ გვართათვის ხწერდნენ სომეხთა მეისტორიანი, რომელნი იყვნენ გვარით ორბელიანი, ხოლო იწოდებიან აც არებაშვილებად სახლისა გამო. ეს არის არებაშვილების რაღაც ცოტა ისეთი ჩვევია საერთოდ იმას იონა ბატონიშვილს ასეთი რაღაცებით არის მისი ნაშრომი და ნაწარმოები გაჯერებული, რომ ყველა ვიღაციდან საღაციდან ვართ მოსულები და ეს არ ამგონია რომ ეს მართალი იყოს, არ ამგონია ეს სტორი იყოს, მაგრამ ნუ რაღაც დღეს აი ეს გვაქვს ისტორიულ წყაროდ გვაქვს მოყვანილი და ნუ ალბათ რაღაც სანამ არ დავინტერესდებით ამ გვარით არებაშვილები და არ შევისწავლით ძირფესვიანად, ალბათ უნდა დავეთანხმოთ ამ იმას რა. შემდეგი გვარი არის ახვლედიანები. ახვლედიანები საკმაოდ საინტერესო გვარია ფეოდალურ საგვარეულოს საქართველოში. საერთოდ სვანეთიდან წამოსული გვარია, ცნობილი მოვლენების გამო, ესე იგი რომ მოხდა სვანეთში, ესე იგი ერთადერთი გლეხთა აჯანყება, რომელიც საქართველოს გადაიტანა, მთელი თავის ისტორიის მანძილზე იყო სვანეთის გლეხთა აჯანყება, როცა ესე გლეხებმა გამოდევნეს თავადაზნაურობა, გამოდევნეს სვანეთიდან და ეს თავადაზნაურობა გადანაწილდა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გადანაწილდა, ყველაზე ბევრი რა თქმა უნდა ლეჩხუმში დასახლდა, სამეგრელოში, იმერეთში, გურიაში და ნუ მე შემდეგ რაღაც გარკვეული ნაწილი ქართლ და კახეთსაც მოვიდნენ. ასეთ გვარს მიეკუთვნება ახვლედიანებიც და ესე იგი ყველაზე ბევრი ახვლედიანი ლეჩხუმში დასახლდა, რა თქმა უნდა და ლეჩხუმელი ასლადიანები იყვნენ როგორც თავადები, ასევე აზნაურებიც იყვნენ და ერთი რამოდენიმე შტო იყო, თავადური შტო იყო. იმერელი ახვლედიანები, ესე იგი ვანის ახვლედიანები და იყვნენ ჩიჯავაძების აზნაურები, მაგალითად ჩიჯავაძის საფრთხუცესის სახელით 1011 წელს დათუნდა სახელო, ესე იგი 1011 წელს საფრთხუცესის სახელო ჩიჯავაძეების, ესე იგი ეკავათ დათუნა ახვლედიანს. სამეგრელოს სამთავროს გაუქმების შემდეგ რუსეთის სამთავრობამ დაიწყო თავადაზნაური გვარების აღწერა.
1868 წლის შექმნა სპეციალური კომისია, რომელმაც შეადგინა თავდაცვითი ნუსხა, რომელიც გამოქვეყნდა 1890 წელს. ამ სიაში ახლდენი მოხსენებულიანი როგორც სამეგრელოს თავადური გვარები. აი ეს ამას მინდა ხაზი გაუსვათ, იმიტომ რომ სამეგრელოში ახლდენები იყვნენ როგორც თავადები, ისე იყვნენ აზნაურები. სამეგრელოში 1868 წელს როცა დასრულდა დადიანების ასე ვთქვათ მრავალსაუკუნოვანი მმართველობა და რუსეთის ესე იგი კანონებმა მოიკიდა ფეხი, მაშინ ესე იგი რამოდენიმე კომისია იყო შექმნილი და ერთ-ერთი კომისია იყო 1868 წელს, რომელმაც მართლა შეისწავლეს ყველაფერი და ახლდენები მაშინ როგორც თავადები, ისე რაღაც გარკვეული ნაწილი აზნაურებიც იყვნენ. და ეს სწორიცაა 1890 წელს ამ სიაში, ესე იგი მე თვითონ ამიდან როქია არქივიდან რამოდენიმე დოკუმენტი მაქვს გამოღებული, სადაც წერია, რომ ახლდენები მეგრელი სამეგრელოს ახლდენები თავადები იყვნენ. შემდეგი გვარი არის აფაქიძეები. აფაქიძეებზეც იონა ბატონიშვილის ის მინდა მოიყვანო ციტატა წიგნიდან, არაფხან იყო თათრის ჩინგის ყაენის დროსა და ამან მიიღო სარწმუნება ქრისტიანეთა და დაშთა აფხაზეთს და უწოდეს ძეთა მისთა აბაქიძეთ. მერე დაეშნენ როდიში დროსა მეფისასა და მიღებული იყვნენ თავადდა და მუნიდან იწოდებიან გვარნი მათი აფაქიძეებად. ფეოდალურ საგვარეულო საქართველოში, ძირითადად სამეგრელოში. აფაქიძეები მოხსენებული არიან მე-14 საუკუნიდან. აფაქიძეები სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელებს ფლობდნენ დადიანის კარზე. იყვნენ მრავალყიანი მემამულეები იყვნენ და თავადები იყვნენ. დავით დადიანის დროს ცნობილი ცხენოსანი იყო მალხას აფაქიძე. ცნობილი ვექილი იყო ბეჟან აფაქიძე, დავით დადიანის პირადი ვექილი. ვახუშტის აღწერა მთავართა გვართათვის მოიხსენება აფაქიძე და გვარ როგორც ოდიშის თავადნი. და ესე იგი იმეორებს იმას, რასაც დავუშვათ რაც ეწერა იონა ბატონიშვილს. ესე იგი შემდეგ გვარი, რომელიც მინდა მოგახსენოთ, ეს არის ბაზიერიშვილების გვარი, ეს ძალიან საინტერესო გვარია. საინტერესო გვარია, იმიტომ რომ ესე იგი ჩვენ ვიცით, რომ გვარების რამოდენიმე ტიპი არსებობდა საქართველოში, იყო ადგილმდებარეობიდან გამომდინარე გვარები, იყო ესე იგი ეპონიმური გვარები, ანუ ესე იგი მამაკაცის წინაპრის სახელიდან წარმოებული გვარები და ამავე დროს იყო ესე იგი ხელობიდან წამოსული გვარები, დაუშვათ მენაბდე, დაუშვათ საფხუციშვილი და რაღაც ბევრი და ერთ-ერთი იყო ბაზიერიშვილი. ბაზიერიშვილი, რომელიც ესე იგი თანამდებობიდან გამომდინარეა, ბაზიერიშვილები იყვნენ ყაფლანიშვილების აზნაურები იყვნენ და მემამულეები, ცხოვრობდნენ და ყავდათ ქვემო ქართლში. ესე იგი მოხსენებია სოლომონ მეორის წყალობის ციხში არიან მოხსენებული ბაზიერიშვილები, აგრეთვე იმერეთში ცხოვრობდნენ. შემდეგი გვარი არის ბანცურიშვილები, აზნაურული გვარია. ახლა არ მითხრათ, ახლა რატო სულ აზნაურული გვარებია? ერთი კითხავთ მოგახსენეთ, რომ მე აზნაურულ გვარებზე მიწევდა ბავშვობიდან, ასე თქვა, მუშაობა, ძირითადად თავად აზნაურულ გვარებზე მუშაობდი. სულ რამოდენიმე წელია, დავუშვათ 7-8 წელია, რაც დავიწყე სხვა წოდების, უფრო დაბალი წოდების გვარებზე მუშაობა, მაგრამ ის რაც დამჭა იმ ძველი ჩემი რამოდენიმე წიგნის ავტორი ვარ, ის მინდა იქიდან მოტანილ რაღაც ისტორიებს გიყვებით, ახლა თქვენ იქიდან მაშინ ძალიან დიდი ხნის წინანდელი დაწერილი ისტორიები, აი შეიძლება არ იყოს ძალიან ვრცელი და ფართედ გაშუქებული, მაგრამ ეს არის ისეთი აი ენციკლოპედიური ნაშრომი, მაქვს მე ორი ენციკლოპედიური ნაშრომი თავადაზნაურ გვარებზე. და იქიდან ამონარიდებს გიკითხავთ, ახლა რო იცოდით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა გვარებიც არ იქნება. რა თქმა უნდა, ამ 91 გადაცემის მანძილზე ძალიან ბევრი გვარი გაგაცანით, ძალიან ბევრი, რა ვიცი, აბა არ დამითვლია, მაგრამ ძალიან ბევრია. რამოდენიმე ასეული გვარი გაგაცანით უკვე. ხო და ბანცურიშვილებს ესა გიორგი მეცამეტეს კაზე ეთნიკავად ფაშე ფარისჩუკუცესის სახელო და შილდას მოურავობა. შეტანილი არის რუსეთის იმპერიის ხავარდოვან წიგნში ესეც. აი ბერიძეები, რაც შეიძლება ბერიძეები საკმაოდ ძლიერი გვარია, საკმაოდ მრავალ
მიანი გვარი ძალიან ბევრი არიან რა 30000 გადასდა უკვე ეს გვარი ღმერთმა ამრავლოთ იმიტომ რომ ძალიან კაი ხალხია ყველა და ყველა გულანთებული ქართველები არიან მე მინდა ფეოდალური საგვარეულო გურიაში უფრო აი გურიაში სხვა შორის ისეთი გვარია რომელიც ძალიან ბევრი აი გურიაშიც იყვნენ აჭარაშიც იყვნენ მესხეჯავახიშიც არიან ქართლშიც არიან იმერეთში ცხოვრობენ სამეგრელოში ცხოვრობენ და კახეთშიც ანუ საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ცხოვრობს ეს გვარი ესე იგი გურიაში ბერიძეები იყვნენ ესე იგი აგერ წერს ვახუშტი ბატონიშვილი ძველთა მთავართა გვართათვის ბერიძეებს ასახელებს გურულ თავადებად ბერიძეები იყვნენ აგრეთვე აზნაურები ჩვენ არ ვიცით მათ რამ გამოიწვია ბერძენთა სახლის დამსრობა ვიცით მხოლოდ ის რომ ეს მოხდა მე-17 საუკუნიდან 1662 წლამდე მე-15 თანამდებობა ბერიძეების ხელში იყო ხოლო შემდეგ ნაკაშიძის ხელში გადავიდა მე-18 საუკუნეში მამუკა ბერიძე უბოძა უძეობის გამო იშვილა ნაკაშიძე დვაბზუს და მიწაწყალდა ყმამული დაუმტკიცა მას ბერიძეები იყვნენ აგრეთვე სათავადო აზნაურებიც იყვნენ და სხვა შორის გლეხებიც იყვნენ და ცხოვრა ხა იმაში სამეგრელოშიც აზნაურები იყვნენ აი აზნაურან მოკლედ ყველგან ისე სადაც კი მაგრამ ქართლში კახეთში იყვნენ როგორც აზნაურები ისე გლეხებიც იყვნენ და ყველა კატეგორია ყველა ფენაში იყო ეს გვარი როგორც ძალიან ბევრი გვარი არ არის ისე რომ დაუშვათ აბაშიძეებში და დაუშვათ წერეთლებში არის თავადებიც არიან აზნაურებიც და გლეხებიც არიან და ახლა ბერიძეებში და დაუშვათ ბანსურიშვილებში რო იყვნენ ეს არც არის გასაკვირი აი ბოსტაშვილი ეს არის ძალიან საინტერესო გვარია თქვენ ალბათ იცით დათუნა ბოსტაშვილის გმირობა აზნაური ბოსტაშვილები არიან ძველად კალმუხთაგან დაშთობილნი ლომის გამო გაიგვარეს ბოსტაშვილობა ლექციაში დაამავლის ნუხის ხანი აჯილაჩიბას წინააღმდეგ ბრძოლისას ერეკლე მეფეს გაშულებია ალეზნა გამოსვლა მაშინ თავადმა ბებურიშვილმა პაპამ მოსპეტნა კაცნი და იგი და განიყვანა მეფეს მშვიდობით ხოლო ვინაიდან ნაპირი ლალაზანის არს ფლატოიანი ამათ პაპამან მუნ ვეღარა აღიყვანა ცხენი მეფისა და ვიდრე მოატარებდა შორს ვირი ქვეითსა მეფესა შეამთხვია ბოსტაშვილი მაჩხანელი და მათი ცხენი თავისი და ეს განერა მეფე ხოლო მეფემან მიუბოძა სახს ამისა აზნაურიშვილობა და უწოდა კვალავდე გვარისა თავისა სახელი ბოსტაშვილობისა და სამსახურისა ამისთანავეობდა აქ ის წერი ახლა ჩვენ ნამდვილად ვიცით რომ ბოსტაშვილმა აზნაურობა მართლა ასე მიიღო იყო დათუნა ბოსტაშვილი იყო ეს პიროვნება და ჯუის უწერს აქვია იონა ბატონიშვილი წერს რაღაც არიან მოსულები არა კალმუხიდან არიან მოსულებიო და ეს მარტო ბოსტაშვილზე კი არა ძალიან ბევრ გვარზე წერს საინტერესოა რატო ხდებოდა ესე და რატო რამ გამოიწვია იონა ბატონიშვილის აი ასეთი ქმედებები ეს არის ძალიან საინტერესოა და ეს ალბათ კვლევას შეიძლება ვიღაცას გამოკვლეულიც აქვს მაგრამ მე ჯერ არ ვიცი ეს გაწერელიების გვარი აზნაურული გვარი ოდიში სამთავრო აზნაურები მთავარმა დადიანმა 1850 წელს რუსეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც აპირებდა ქუთაისში ჩამოსვლას, მაშინ შესაძლებლად მიიწვია მხოლოდ 9 აზნაურთაგან ერთ-ერთი იყო ივა გაწერელია იყო. ეს გაწერელების საყურადღებოდ მინდა ეს რო თქვა, აი ძველი გვარი აი განძიელები რომლებიც დღეს აღარ არიან ეს გვარი ფაქტიურად აღარ არის საქართველოში აზნაური გვარი არის ქართლში ქსნის ერისთავს აზნაურები თავად ავალიშვილების აზნაურები 1757 წლის 20 ივნისს ზალ ავალიშვილმა ქაიხოსრო ავალიშვილმა ზალ ავალიშვილების აზნაურება ზაურ ციმაკულიძე ერასტი განძიელმა ოთარ განძიელმა და სხვამა პირობის წიგნი მისცეს ანტონ კათოლიკოსს ეს არის ერთადერთი საბუთი რომელიც გვაქვს ჩვენ განძიელებზე ესე იგი შემდეგი გვარი აქ ძალიან ბევრი გვარია და ყველას მოკლედ იმიტომ ყვები რომ ესე იგი ყველა გვარი მინდა რომ მოვასწრო აი გარსევანიშვილები ფეოდალური საგვარეულო საქართველოსა და რუსეთში განსაკუთრებით დაწინაურდნენ სამეფო კარზე მე-18 საუკუნეში, როდესაც ამ საგვარეულოს წარმომადგენლები ვახტანგ მე-6-ის კულტურული მეცნიერული საქმიანობის აქტიური მონაწილეები და მეფის შვილების აღზრდა-მასწავლებლები გახდნენ. ძმები გიორგი და იესე გარსევანიშვილები იყვნენ ვახტანგ მე-6-ის შვილების ვახუშტის ბაქეს და გიორგის აღმზრდელები.
იესე იყო სამეფო კარისა და ოქროს კარის დეკანოზი. ჯვარის ტვირთველი 1724 წელს გასეონაშვილები ვახტანგ მეექვსესთან ერთად რუსეთში გადასახლდნენ. მათმა შთამბოლობა მიიღო გარსივანოვების გვარი. განსაკუთრებული დამსახურებისას მთავრობა მათ მამულები მისცა პოლტავასა და ხარკოვსა და ეკატერინოსლავის გუბერნიებში. გებუაძეები ფეოდალური გვარის საქართველოში მეგრელი თავადები სათავადოს პრობლემების სასახლე ჰქონდათ ოჩეში. სხვა შორის გებუაძეები აზნაურებიც იყვნენ როგორც თავადები, ისე აზნაურებიც, როგორც ყველა გვარში. დემუნა კიდე რას წერს აგერისა, რა ქვია, დემუნა იყო მდივანი აბგარ მეფის, რომელმაც აღწერა ცხოვრება აბგარ მეფისა წელსა ქრისტესაკეთ 67-სა და მათნი გვარნი დროსა თურქთაგან დაპყრობისა მოვიდნენ ახალციხეს და მონიდან ოდის და მეფემან მიიღო თავადად წელსა 785-სა. ერთი თავადის ტიტული და თვითონ ეს მე-15 საუკუნიდან დამკვიდრდა საქართველოში. მე-15 საუკუნემდე თავადი როგორც ასე წოდება არ არსებობდა. ხა ბევრი საიდან მოაქვს არ ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი რაღაც საიდან მოტანილია ეს ისა, რომ ესე იგი ამბობს, რომ აი თამარ მეფის დროს თავადი არ იყო თამარ მეფის დროს. თავადი შეიძლება იყო ცნება თავადი, ოღონდ ეს არ ნიშნავდა დღევანდელი გაგებით თავადს, ეს ნიშნავდა ესე იგი სახლის უფროსს. ანუ ესე იგი წოდება იყო ესე იგი დიდებულები და აზნაურები. აზნაურები დიდ აზნაურები იყვნენ და აზნაურები კიდე იყოფოდნენ ორ კატეგორიად, ესე იგი აზნაური მემამულენი და აზნაური მესაკარგავიანი. აზნაური მემამულენი იყვნენ ის აზნაურები, რომლებსაც თავიანთი აზნაურობა შთამომავლობით ჰქონდათ ესე იგი ნაბოძები. ხოლო მესაკარგავი აზნაურები, სიტყვა საკარგავიდან მოდიოდა ეგ სიტყვა, ნიშნავდა იმას, რომ რაღაცა ხელობიდან ან რაღაცა თანამდებობიდან მიიღო ეს აზნაურობა. ხოლო ეს თვითონ სიტყვა თავადი მე-15 საუკუნიდან დამკვიდრდა უკვე საქართველოში და ნიშნავდა ოჯახის უფროსს, გვარის უფროსს, თავის თავადი, ესე იგი თავის ოჯახის თავი, ანუ გვარის თავი იყო რა და აქედან გამომდინარე მე ესე იგი ეს წოდება გადაიქცა და მე-15 საუკუნიდან უკვე დამკვიდრდა თავადის წოდება, მანამდე არ არსებობდა. ამიტომ ეს ვერსია, რომ ესე იგი 785 წელს თავადად იყო მოსენებული, ეს არის გაზვიადებულია. 1798 წლის ცნობით სარდალ მოურამმა გელოვანმა ქაიხოსომ და მეუღლემ ჩემან გებუაძის ასულმა როდამ აღვაშინეთ ეკლესია ესე და შევამკვეთ ყოველთა სამღვდელოთა წიგთა და დავახატვინეთ კანკელიო. დავით დადიანის დროს რუსული კანცლერის მწერალი იყო ევგენი გებუაძე, ხოლო გრიგოლ გებუაძე იყო სასახლის კარის კაცთაგანი. 1858 წელს მარი ბროსეს საქართველოს მოგზაურის დროს თანახმდა თავადი სიკო გებუაძე. დარჩი ბეგაშვილები, ესე იგი გვარი საქართველოს ქართლში ალექსანდრე პირველის შვილი დიმიტრი, რომელიც თავის მეფეს უწოდებდა 1455 წლის 23 აგვისტოს ზაქარია დარჩი ბეგაშვილს აძლევს სიგელს და ყმამამულებს აძლევს. ეს 1455 წელს ხდება ეს ამბები. და არის კიდე ესე ძალიან საინტერესო გვარია დარჩი ბეგიშვილი და დანი ბეგიშვილი. რაფიელ დანი ბეგიშვილი ალბათ ყველას გაგიგიათ 1795-1805 წლებში იმოგზაურა ინდოეთში, ტიბეტში, ჩინეთში და გადავიდა რუსეთში. აღწერა მისი მოგზაურობა აზნაურ რაფიელ დანი ბეგაშვილის მოგზაურობა ინდოეთში. სხვა შორის ძალიან საინტერესო წიგნია და გიჩვენოთ წააკითხოთ. აი ეს იყო ის რაც მინდოდა მეთქვა, ახლა გააგრძელებს ვალერი გააგრძელებს თავის გვარებს წარმოგვიდგენს რამოდენიმე გვარს და ისევ შემდეგ ისევ ჩაგერთვებით უკვე ჩვენ ისევ გავაგრძელებთ, ანუ ესე გან დავასრულებთ ამ გადაცემას. გამარჯობათ, ვაგრძელებთ გვარებზე გადაცემას ბატონ ლევან ბერაიას საავტორო გადაცემაში. დავიწყოთ ებიტაშვილის გვარით. გვარი ებიტაშვილი ქართული წარმოშობის გვარია. გვარი არის ეპონიმიური გვარსახელი, იმიტომ რომ გვარს ფუძე თუდებს გვარში დამწყები მამაკაცის სახელი ებიტა. იყვნენ სახაზინო
სამეფო, იგივე სახაზინო, საბატონო და საეკლესიო გლეხები. გვარის წარმოშობის ადგილია ხევი, ეხლანდელი სტეფანწმინდა ყაზბეგის რაიონის სოფელი ცხავატი. მე-17 საუკუნის წლებში მოხდა ებიტაშვილების ნაწილის ემიგრაცია შიდა ქართლში, კერძოდ ბაზალეთში, დუშეთში, მისაქციელში, ჟინვალში, ქვემო ხვიჩში, წილკანში და სხვა. მე-18 საუკუნის შუა წლებში მოხდა ებიტაშვილების მიგრაცია დუშეთის რაიონიდან სოფელ ბაზალეთიდან სოფელ მარტყოფში. იქ იყვნენ ძირითადად საბატონო და ნაწილი საეკლესიო გლეხები. 1801-1802 წლებში კახეთის სოფლების აღწერაში მოხსენებულები არიან ებიტაშვილები, როგორც საბატონო, ასევე საეკლესიო და სახელმწიფო გლეხებად. პირველი ცნობა ებიტაშვილების შესახებ ისტორიულ წყაროებში იხსენიება 1664 წელს. ებიტაშვილი გიორგი მოწმე ნადირა გოგაცაძის მიერ პაპუნა მაღალაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა, ასევე 1888-1703 წლებში. მოხსენებულია ებიტაშვილის ძურები, დოეში მცხოვრები, ციციშვილების გაყრისას იგი წილად ერგო თავისი ნასყიდი მამულებით პაპუნა ციციშვილს. ასევე 1807 წელს ებიტაშვილი ფერეში მცხოვრები ციციშვილების გაყრის დროს მამულით ერგო პაპუნა ციციშვილს. 1802 წლის არქივების წყალობის წიგნში ვკითხულობთ, რომ ერთ-ერთ ებიტაშვილს მარტყოფის მოურავმა ენდრონიკაშვილმა ზალმა უწყალობა მოურავის ნაცვლობა. სოფელ მარტყოფში ებიტაშვილები არიან რამდენიმე განშტოებად. მათი განშტოებები არიან თაგვიანი, წიწვიანი, კიკოლაანი, პეპულიანი, თომანი, დურანი, შავთვალანი, ვარდანანთი, რაჟნანთი, ქილანთი, კიმითინანი, დაბუანთი, დათუბუნანი, ბაგრატანთ და მღვდლიანი. აი მღვდლიანი ზუსტად ისა, რომელიც ყავდათ სამღვდელობის წარმომადგენელი პიროვნებები. სხვათა შორის მარტყოფში ეხლა ღვთისმშობლის ეკლესიის ტაძარი რო აშენდა, ადრე იყო ხელთუქმნელი ეკლესიის ტაძარი, პირველი მღვდელი იყო პეტრე ებიტაშვილი, ეკლესიის მღვდელი. ამჟამად ებიტაშვილები ერთი საინტერესო ბოდიშით არ დამოვიწყეთ. 1832 წლის მერე მარტყოფში ებიტაშვილების გვარის მოხდა სახეცვლილება. ძველ ჩანაწერებში ყველგან იწერებიან ებიტაშვილებს და ეს უკვე რუსეთის იმპერიის დროს მოხდა, რა თქმა უნდა, გვარები მახინჯდებოდა და მოხდა ებიტაშვილების გვარის დაწერა ებიტაშვილებად. მაგრამ ამ წუთისთვის ებიტაშვილები ცხოვრობენ და ცხოვრობენ ებიტაშვილებიც, მაგრამ ძირი ერთი აქვს, ერთი განაყარი არიან. როგორც თქვით, ახლა წეღანო თქვი ვერ დავამთავრე, ცხოვრობენ კახეთში, თელავში, ყვარელში, შიდა ქართლში, ბაზალეთში, დუშეთში, მისაქციელში, ჟინვალში, ქვემო ხვიჩში, წილკანში, ქვემო ქართლში, მარტყოფში, თბილისში და მათი საერთო რაოდენობა შეადგენს 259 ადამიანს. ძალიან ცოტანი არიან სხვათა შორის ამხელა გვარის წარმომადგენლები. ეს რაც შეეხება ებიტაშვილებს. მოდი ჩვენ შემდეგი გვარი განვიხილოთ, გვარი დათუნაშვილი. დათუნაშვილი ეპონიმიური გვარსახელია და გვარს ფუძედ უდევს მამაკაცის საკუთარი სახელი, როგორც მივხვდით, დათუნა. წარმოშობის ადგილია ზემო შიდა და ქვემო ქართლი, ასევე კახეთი. კახეთში იყვნენ აზნაურები.
სხვა ადგილებში იყვნენ სამეფო, საბატონო და საეკლესიო გლეხები. პირველად დათუნაშვილების გვარი ისტორიულ წერილობით წყაროებში ფიქსირდება 1523 წელს. დათუნაშვილი ენადეც მცხოვრები აზნაურიშვილი ბარათაშვილის გაყრის დროს ერგო გერმანოს თავის ძმებს თაყას გოსტაფას და ფალავან ხოსროშვილს ეს ქვემოქართლია 1622 წელს დათუნაშვილი მოხსენებულია გაბრიელი მოწმედ ოთარ მამისხარაშვილის მიერ დათუნა კოჩაძისათვის მიცემულ მიწის ნასყიდობის წიგნისა 1679 წელს დათუნაშვილის ზურაბა მოწმეა ბარათაშვილის მიერ ჯანია ყარაშვილის მიცემულ სასახლის ნასყიდობის წიგნისა ასევე 1692 წელს დათუნაშვილი ნასყიდა დავით სოლოღაშვილის მკვიდრი ყმის ბეჟუა დათუაშვილის ნასყიდობის ყმა რომელიც გააზრდა 1695 წელს დათუნაშვილი თევდორა კავთისხევს თელა თუბანში მცხოვრებია ჰყავს ძმა პაატა გიორგი მეფემ იგი უწყალობა ბეჟან ჩივაძეს და გაანთავისუფლა სამეფო გადასახადისაგან. ამჟამად დათუნაშვილები ცხოვრობენ კახეთში და ქვემო ქართლის სოფლებში და საქართველოში დათუნაშვილის გვარი 1424 ადამიანს შეადგენს. მოდი ახლა ჩვენ განვიხილოთ გვარი გოგილაშვილი. ძალიან საინტერესო გვარია. გვარი გოგილაშვილი, როგორც ხედავთ, არის ქართული გვარი. გვარი გვიან საუკუნეებში ჩამოყალიბდა. ეგ არის ეპონიმური გვარსახელი, რომელიც მოდის გვარი მოდის სახელი გოგილადან. გვარის წარმოშობის ადგილია კახეთი, შიდა და ქვემო ქართლი. რა თქმა უნდა, ყველა ამ კუთხეებში გვარი ჩამოყალიბდა ერთმანეთის დამოუკიდებლად და უბრალოდ გვარი და სხვა არაფერი ერთი საერთო. საქართველოს ისტორიულ წყაროებში გვარი გოგილაშვილი იხსენიება პირველად 1619 წელს. გოგილაშვილის ზაალი ხუდაშენში მცხოვრები ერთი კომლი ეხსენიება სვეტიცხოვლის საკმლო ნუსხაში. 1663 წელს გოგილაშვილი თელად მოწმე ნიკოლას სუნიძის მიერ გაბიდაძის მიცემულ მიწის ნასყიდობის წიგნის მოწმეა. ასევე 1692 და 1721 წლის ქვემო ქართლის სტატისტიკურ აღწერილობაში არის მოხსენებული. რაც შეეხება გვარი გოგილაშვილი მარტყოფში ფიქსირდება 1575 წელს. ეს ერთ-ერთი ძველი გვარია, რომელიც მარტყოფში ერთ-ერთი ძველი გვარი, რომელიც გვაქვს დოკუმენტი, რომლებიც ცხოვრობდნენ მარტყოფში. შემდეგ 1642 წელს, 1693 წელს, 1715 წელს 1758 და 802 წლებში. სამწუხაროდ 1830-იანი წლების მერე მარტყოფში ეს გვარი აღარ ფიქსირდება. საინტერესო ის არის, რომ სხვა სოფლებში და კუთხეებთან განსხვავებით მარტყოფში გოგილაშვილები ფეოდალური კლასის წარმოადგენლები იყვნენ. ეს იქნა გამომდინარე, რომ 1801 წელში და 1802 წელში გოგილაშვილი იყო რუსთავის და მარტყოფის ეპარქიის ეპისკოპოსის მთავარეპისკოპოსის სტეფანე ჯორჯაძის საღვთო უხუცესი და საღვთო უხუცესი ვიცით, რომ იყო
აზნაურული წრის წარმომადგენელი წერან თქვი რომ 1830 წლის შემდეგ მარტყოფში გოგილაშვილის გვარი არ აფიქსირდება ეს რამოდენიმე მიზეზის გამოა 1793 წელს გვარიდან გოგილაშვილი გავიდა ჯერენაშვილის გვარი შემდგომში ვისაუბრებთ ამ გვარზე ჯერენაშვილის გვარი ხოლო 97 წელს 1797 წელს გავიდა მეორე გვარი იობაშვილები რაც შეეხება გოგილაშვილების გვარზე გვაქვს რამოდენიმე დოკუმენტი რომელიც გაცემული 1715 წელს 1693 წელს 1716 წელს 21 წელს რომელიც არის გაცემული მეფის მიერ იყვნენ სამეფო ნაცვლები ერთი პერიოდი გოგილაშვილების გვარიდან იყვნენ სამეფო მოურავები სახლთუხუცესები და ასევე შემდეგ ამჟამად გოგილაშვილები ცხოვრობენ კახეთში შიდა და ქვემო ქართლში და მათი საერთო რაოდენობა შეადგენს 1491 წელს ჩვენ სულ ვიძახით ყოველთვის ვისაც დაინტერესდება თავის გვარის ისტორია შეუძლია მითითებულ ნომერზე და მეილზე დაგვიკავშირდეს და დეტალურად გამოვიკვლევთ მაგვარს და მოგაწვით ინფორმაციას. შემდეგი გვარი არის გელიაშვილი. გელიაშვილი ეპონიმიური გვარსახელია და ქართული გვარსახელია. გვარის ფუძეში ფიქსირებულია გვარის წინაპრის საკუთარი სახელი გელია. გელიაშვილების გვარსახელი სხვადასხვა წარმოშობისაა. მათი წარმოშობის ადგილია ფშავი, კახეთი, ზემო და შიდა ქართლი. იმერეთში სოციალური წარმოშობით გელიაშვილები ფიქსირდებიან იყვნენ გლეხები. საერთოდ ყველა სოფელში იყვნენ გლეხები, როგორც სამეფო, ასევე საბატონო, ასევე საეკლესიო გლეხებად იყვნენ წარმოდგენილები. ისტორიულ წყაროებში გვარი გელიაშვილი ფიქსირდება მე-17 საუკუნის დამდეგ ზემო ქართლში. ქართლის ნუსხაში იხსენიება გელიაშვილი ათანასე. 1672 წლის წინამძღვრისშვილი ბუნიათიშვილის ვენახის ნასყიდობის წიგნში იხსენება გელიაშვილი ნასყიდა. ასევე გელიაშვილი კოჭონა იხსენიება 1688-1703 წლის ციციშვილთა გაყრის წიგნში. 1680-იან წლებში იხსენიება გელიაშვილი ლევანა, რომელიც დასახლებულია ბარაშაშვილთა მიწებზე ქვემო ქართლში. ამჟამად გელიაშვილები ცხოვრობენ შიდა და ქვემო ქართლში, კახეთში, იმერეთში და მათი საერთო რაოდენობა შეადგენს 1441 ადამიანს. მოდი შემდეგი გვარი ნახოთ. ეს გვარი არის გურასიძე, რა თქმა უნდა ქართული გვარია და საინტერესო გვარია. ეს გვარი დამთავრებულია ტიპიური სუფიქსით ზეთი, რაც მიუთითებს მის დასავლურ წარმოშობას. ძირითადად იმერეთში, გურიაში და აჭარის რეგიონებში იყო ეს გვარი. გვარი იყვნენ, რა თქმა უნდა, გლეხთა, ასევე ნაწილი ფეოდალთა კლასიდან იყვნენ. გურასიძე შეიძლება ინფორმაციები არ არის ამ გვარზე, მაგრამ შეიძლება მომდინარეობდეს საკუთარი სახელიდან გურამიდან ან მისი მსგავსი ძირის სიტყვიდან, მაგალითად გურადან
და ზოგ შემთხვევაში ძველი პიროვნული სახელია. ხოლო სუფიქსი ძე აღნიშნავს ვაშ ან გურას. ესე იგი გურასიძე. აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ გურასიძე არის ეპონიმიური გვარსახელი. პირველად გურასიძეების გვარი იხსენიება მე-17 საუკუნეში დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთებში. მე-18 საუკუნის 30-იან წლებში გურასიძეების ერთი ნაწილი შტო გადმოდის კახეთში. 1760 წელს სოფელ ჩაილურში იხსენიებიან გურაშვილების საბატონო გლეხებად. გურაშვილების ძალიან მცირე რაოდენობა ადამიანი ცხოვრობს, პრაქტიკულად ნალევი გვარია. ამჟამად ისინი ცხოვრობენ თბილისში, რუსთავში, საგარეჯოში, კაკაბეთში და ჩაილურში და შეადგენენ მხოლოდ 24 ადამიანს. ეს რა თქმა უნდა ძალიან ცოტაა და საერთოდ უსურვებთ ყველა გვარის წარმომადგენლებს გამრავლებას. რა თქმა უნდა, გამრავლებას, კარგად ყოფნას და შემდეგისთვის, რომ ამ გვარის ადამიანზე გვეთქვა, რომ არა 24-ია, არა მეტ 240 ადამიანი. დღეს ამით დავამთავრებ და დაგემშვიდობებით ჩვენ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და იმედია დაგაინტერესათ ჩვენი გადაცემები და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ. გავბრძანდებოდეთ. დიახ, ძალიან საინტერესო იყო. ვალერე, მოგესალმები, რაღაც ძალიან კარგი იყო. სულ ყველაფერი ისეთი, როგორიც უნდა იყოს, როგორიც შენ გეკადრება და როგორ გადაცემებსაც აკეთებდი და აკეთებ ყოველთვის. მინდა რომ ესე იგი აქედან მოგეფერო და მინდა აქედან გითხრა რომ სულ მალე გამოჯამფერდი და იყავი ჩვენთან ერთად. ჩვენთან ერთად ჯერ არ არის კიდე არაცებულა და ჩვენი ის გადაცემები რა ჩვენ მქონდა და რასაც ჩვენ ესე იგი ჩვენ ერთად გაგვიხილია და ერთად გვინატრია ეს მოგზაურობები დავუშვათ საქართველოს სხვა კუთხეებში და აი ციხესიმაგრეებიდან და აი რაღაც ლამაზი ადგილებიდან ჩაგვიწერა ამა თუ იმ გვარის ისტორია. აი ეს უნდა გავაკეთოთ აუცილებლად, ეს არის გეგმა, ეს არის მიზანი და ამას აუცილებლად მივახცევთ. მე მინდა მადლობა გითხრათ ყურადღებისათვის, მოსმენისათვის, ჩვენი ატანისათვის. მოგწერეთ, მოგაგლანძღავთ კონსტრუქციული თუ იქნება ეს გალანძღვა და თუ დავუშვათ კრიტიკას ხო არის, ლანძღვას ხო არის. კრიტიკას ვიღებთ. აზია ლაპარაკი ლანძღვას ნამდვილად ვერ ვიღებთ და ამიტომ ვთხოვთ ესე იგი არ გაგულანძღოთ და გავაკრიტიკეთ პირიქით უკეთესია კრიტიკა უკეთესია და თუ ჩვენც ისეთ იმაში ვართ რა ქვია მაგას უფრო მობილიზირებულები ვხდებით თორსა ვიღაცა გვაკრიტიკებს და უფრო კაი ვცდილობთ რომ უფრო კაი გადაცემები გავაკეთოთ. ძალიან გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი საქართველოს საერთო კლუბის არხი ლევან ბერაიას საავტორო გადაცემა საქართველოს ისტორიულ გვარები YouTube არხია. მადლობთ ყურადღებისათვის. მომავალ შეხვედრამდე. 3000 წელს მეტი გიცხოვრია საჩავდღეს მოსწრები ვართ მაგრამ მევსას ბედნიერსად ვიმღერია კიდეც ვიმღერია